აჭარა გამოირჩევა თევზის რეწვის კუთხით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ზედა რაიონებში, ხელვაჩაური ქედა, შუახევის რაიონში, ასევე ქობულეთის რაიონში ტრადიციულად განვითარებულია საკალმახე მეურნეობა. ბოლო წლები უკვე აღიარება და წარმატებულად განვითარდა ზუთხის წარმოება. მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ადგილობრივი ბაზრის ჩანაცვლება, იმპორტის ჩანაცვლება მოხერხდა თითქმის. მინდა გითხრათ, რომ ინტერესი ჩვენი რეგიონისადმი ძალიან დიდია. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის აღნიშნული მეურნეობების განვითარება, იმ თვალსაზრისით, რომ ხელს უწყობს დასაქმებას, ხელს უწყობს ინვესტიციების შემოდინებას. ასევე საინტერესოა იმ თვალსაზრისით და ეს გააქტიურებაც მან გამოიწვია, რომ ბოლო პერიოდში გვაქვს დიდი შანსი იმისა, რომ ეს ჩვენთან აწარმოებული პროდუქცია მოხვდეს ევროპის ბაზარზე, დიდ ბაზარზე, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილი, ასე ვთქვათ, ამ სფეროში გამოცდილი ბიზნესმენები ინტერესდებიან. ასევე მნიშვნელოვანია და საინტერესო იმ თვალსაზრისითაც, რომ ქართველი ბიზნესმენები უკვე ეუფლებიან ამ სპეციალობას, ინტერესდებიან და დღეს ვხედავთ, რომ ამ საწარმოში არის ქართულ-სომხური ინვესტიცია და ძალები ერთად გაერთიანებული. ვფიქრობ, რომ აჭარაში პირველი პიონერია ეს კომპანია, რომელიც უკვე ზუთხის წარმოებას ახორციელებს. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან და დღეს იმიტომაც ვართ შეკრებილები ბატონი ოთარის სტუმრობა, ჩვენი ერთად აქ სტუმრობა, იმის მაგალითია და იმის დასტურია, რომ ჩვენ გვინდა ხელი შეუწყოთ მათ შემდგომ განვითარებას, ევროპის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით დახმარება, ასევე გაფართოებასთან დაკავშირებით კომპანიას აქვს რამდენიმე წინადადება, საინტერესო წინადადება, რომლის ხელშეწყობა ალბათ აუცილებელია და ჩვენ ამას სამომავლოდ განვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯია, გარღვევაა და რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული დარგია. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეთევზეობის განვითარება, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ აკვაკულტურას ზოგადად, შესაბამისად ვფიქრობ ჩვენ, რომ ძალიან სერიოზული პერსპექტივები გვაქვს ევროკავშირში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ზუთსაშენი საკმაოდ საინტერესოა თავისი კონცეფციით, ვინაიდან იგეგმება ხიზილალის წარმოება, უკვე რაღაც სასწრაფო პარტია აწარმოებს კიდევაც, მათ ჭირდებათ უკვე სტანდარტებთან დაახლოება, რომელშიც სახელმწიფო რა თქმა უნდა დაეხმარება და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ უკვე დავაკმაყოფილოთ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელი იქნება დარგის ხელშესაწყობად, რათა განხორციელდეს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. აჭარის რეგიონში პირველში იმიტომ, რომ უკვე გვაქვს ბაზა, საწარმოო ბაზა, რომელიც რომლის საშუალებითაც გაცილებით ნაკლები ინვესტიციის გამოყენება დაგვჭირდება ამ მეურნეობის აუზების გასაკეთებლად. ეს არის ერთ-ერთი პირველი. მეორე ის, რომ რეალურად საკმაოდ რენტაბელური ბიზნესი არის. აქედან გვაქვს ევროპელი პარტნიორები, არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა ევროპაში, არის საკმაოდ ძვირფასი პროდუქტი. და ამის გარდა არის ბუნებრივი ხელშეწყობილი პირობები აჭარის რეგიონში, ამ მთიან რეგიონში, რომ ეს წარმოება განვითარდეს. აჭარის მთავრობიდან ალბათ მინდა ამ შევიძინოთ ახლა ეს პატარა აუზები, რომლიდან სტარტაპი იყო ჩვენი კომპანიისთან, რომ შევისწავლოთ ეს ბიზნესი უფრო კარგად, ეს დაახლოებით წელიწადნახევარია უკვე დაწყებულია და მინდა განვითაროთ. მინდა შევიძინოთ ან გამომიყოს მთავრობამ დაახლოებით 50,000 კვადრატულზე ვაპირებთ გაკეთებას ამ ახალი აუზების. წელიწადში რენტაბელობა, ანუ ქვეყნისთვის დაახლოებით იქნება $5 მილიონი შემოსვლა ქვეყანა. ჩვენ ვიწყებთ უნგრეთის ქვეყნიდან, უკვე იხსნება უნგრეთში რამოდენიმე ერთ კვირაში მაქსიმუმ ქართულ-უნგრული სავაჭრო სახლი, რომელიც იქნება ბაზა, რომ მოხდეს დისტრიბუცია ამ ჩვენი პროდუქტის.